გამაგდე არის ფრანგული ბრენდი, რომელიც დაარსდა 1993 წელს. გამაგდა მიზრუნა იმაზე, რომ მისი პროდუქცია იყოს უსაფრთხო და ეფექტური. ბრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებას, რაც ასახავს მის ერთ-ერთ მთავარ მნიშვნელობას: სუფთა, ეკოლოგიურად სანდო და ჯანსაღი კოსმეტიკის მიწოდება. გამაგდა გამოიყენება როგორც ხიმიანი და აკნეს საკენ მიდრეკილი კანის მოვლისთვის, ასევე ნებისმიერი ტიპის კანის ყოველდღიური მოვლის რუტინაში. PSP ჩემი ოჯახის აფთიაქი. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება, PSP-შია. მედიკამენტების, საკვები დანამატების, თავის მოვლის, პირის ღრუს და ბავშვთა პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. PSP ჩემი ოჯახის აფთიაქი. დღეს სილამაზე უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე. ერთი ვიზიტი, ერთი ინექცია და თითქოს შეგიძლია შეცვალოთ ყველაფერი. მაგრამ რის ფასად? რატომ გავს დღეს ერთმანეთს ასობით ქალი? სად გადის ზღვარი სილამაზესა და ბევრის წარმოდგენით იდეალურ ვიზუალს შორის? ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ბუნებრიობა ნელ-ნელა სამწუხაროდ ქრება, ხოლო ინექციები ინდივიდუალურობას ფაქტიურად სრულად ანაცვლებს. ტრენდული პროცედურები, რომლებიც თითქოს მარტივი და უსაფრთხოა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც სამწუხაროდ გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებენ. რამდენად ინფორმირებულები ვართ, როცა ვწყვეტთ ვიზუალის შეცვლას? ვინ იღებს პასუხისმგებლობას? მაშინ, როცა შედეგი არ გამოდის ისეთი, როგორსაც გვპირდებიან. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ იმაზე, რაზეც იშვიათად ლაპარაკობენ. ასე ღიად და ახდილად. ინექციების ცუდ შედეგებზე, შეცდომებზე, ტრენდებზე, რომლებიც ვიზუალთან ერთად ჯანმრთელობასაც აზიანებენ. ჩვენი სტუმარი არის ყველასთვის ძალიან საყვარელი დერმატოკოსმეტოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ნიშნიანიძე და ცნობილი მოდელი და ინფლუენსერი და ასევე ყველასთვის ძალიან საყვარელი ადამიანი რუსა ჩაჩუა. მეგობრებო, მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან და მადლობა აი უზომო დიდი კომპეტენციისთვის, ნინო, რაც გაქვს შენ და შენთან ერთად უკვე შენს პაციენტებს. ნინო, მოგვიყევი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს, არ ვიცი, აი ასეულობით ერთნაირი ქალი დღეს ჩვენ ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში. რამდენად ხშირად გიწევს უარის თქმა პაციენტებისთვის ამა თუ იმ პროცედურაზე. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლაც დიდი პატევია თქვენთან ჩემი სტუმრობა და რა ვიცი, ღიად ვისაუბრებ, გულღიად. მართლაც ძალიან ცოტა ისეთი ტენდენციისკენ მივდივართ ამ ესთეტიკურ კურნალობებში თუ პროცედურების მხრივ, რომ ფაქტიურად ერთმანეთს ვამგვანებთ ასე თუ ისე. გვინდა არ გვინდა, ყველას ერთი მოთხოვნა აქვს, ყვრიმალი შევსებული, ტუჩი გადიდებული, აი თითქოს მართლაც ერთმანეთს გვანან. რასაც ძალიან არ მივესალმებით, ჩემთვის ძალიან მიუღებელია და ძალიან ბევრი პაციენტი სიმართლესაც ვიტყვი მომმართავს, იმიტომ რომ აი თქვენ რომ გხედავთ და ბუნებრივად გამოიყურებით, მიტომ მოვდივარ და გენდობით თქვენ. აი მინახავს ესა თუ ის და ამბობს კონკრეტულ კოლეგაზე, რომ აი არ მომეწონა იმის, თქვათ, ვიზუალურობა და თავის თავს რომ დამამგვანოს, აი ბევრი ესეც მოსულა. თუმცა ბევრი პაციენტი უკვე ისეთი მოთხოვნით მოდის, რომ აი ზუსტად კონკრეტულ ვიღაცაზე მიგვითითებს, აი ისეთი მინდა რომ ვიყო და ვუხსნი მაქსიმუმს ვდებ იმაში, რომ თქვენ არ მოგიხდებათ. მიმამსგავსე ანჯელინა ჯოლის, მაგალითად ალბათ ბევრჯერ მოდიან სურათით ამ ინსტაგრამით ამ მედიამ თლად ცოტა შეუცვალა აზროვნება ვფიქრობ ამ ჩვენ ფილტრებმა და აი უხსნი რომ როგორ თქვენ გაქვთ აი ჩათვალეთ ძაფივით ტუჩი და გინდათ ეს ამხელა ტუჩი არ გამოგივათ. მოდით ჯერ დავიწყოთ ცოტათი ველნები აი ვცდილობ მაქსიმალურად აუხსნა და ცოტა გაუბუქო კიდეც ესე ვიხმარ ამ სიტყვას რომ იქნებ გადავაფიქრები. ნუ აი მაქსიმალურად ვცდილობ და ამას ვაკეთებ იმიტომაც არა მარტო იმიტომ რომ მართლაც შეიძლება ვერ იმ პერიოდში მოიწონოს და შემდგომ უკვე რაღაცა გარკვეული თვეების შემდგომ მოინდომოს მისი დაშლა. ამ კიდევ ვაკეთებ იმიტომ რომ უთხრა უარი რომ
იტყვის სად გაიკეთა, ვინ გაუკეთა და უკვე ფაქტიურად ჩემი სახელიც ამით ფუჭდება. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ თუ მე ამის მემატიანე ვარ არაერთხელ და მადლობა შენ ამისთვის და აი ამ მართლაც უდიდეს პროფესიონალიზმისთვის. რუსა არ ვიცი, პირდაპირ მინდა კითხო, რატო გადაწყვიტე, როცა გადაწყვიტე რომ იგემართა ინექციური აი ამ რაღაცა პროცედურებისთვის. აი რატომ როდის ჩვენ ვიცით ვადევნებს თვალყურს შენ სოციალურ ქსელებს და ვხედავთ რომ არც თუ ისე იშვიათად სტუმრობ ნინოს. აი რატომ გადაწყვიტე პირველად რომ მიგემართა ამ ინექციური პროცედურებისთვის? ესე იგი მე მოგესალმებით. დიდი მადლობა და ძალიან მიხარია რომ მომიწვიეთ. თან ნინოსთან ერთად კიდე უფრო დიდი პატივია ესეთ დიდ ჩემთვის ექიმთან, ვიძახი ჩემი კანის თერაპევტია თქო და ხშირად იძახის ხოლმე ნინოდია. ჯერ ხა ნინოს 12 წელია უკვე 10 წელია გავუვიდა და რაც ვიძახი 12 წელია რაც ნინოსთან დავდივარ. ნინო მინარჩუნებს იმ ბუნებრივ იერსახეს, ანუ არასდროს არ მქონია გადაზედმეტებული რომელიმე მიმიკა, ნაოჭი შევსებული ზედმეტად. ნინო ყოველთვის მინიმალურად მინარჩუნებს იმ ახალგაზრდულ უკვე 40-ს გადავაბიჯე, 4 შვილი მყავს, ვტოზით წავიდა, ყველა ეტაპი გავიარეთ ნინოსთან ერთად, მაგრამ ყოველთვის იდეალურად მინარჩუნებს ამ ვიტამინების შეყავს, ბუსტერი შეყავს, ბოტოქსით მეხმარება, მაგრამ ამასაც უნდა ძალიან დიდი ცოდნა, იმიტომ რომ ნინოს რასაც უყურებ, ხო, იცის უკვე ანატომიურად, როგორ გადის ძარღვები, იქ კუნთოვანი აგებულება, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თავისუფლად ბოტოქს შეუძლია დაგიგდოს თელისშუბლი. აღნიშნა რომ საკმაოდ ხშირად მიმართავ ნინოს ამ პროცედურებზე. რას ფიქრობ, ეს არის დამოკიდებულება თუ საჭიროება? არა, ნინოსთან დავდივარ სადღაც 6 თვეში ერთხელ. ნუ არც თუ ისე ხშირად. არც თუ ისე ხშირად. ბოტოქსზე ხანდახან 4 თვეში ერთხელ მივდივარ, რადგან ზაფხულში უფრო მალე გამოდის ორგანიზმიდან, ვარჯიშს გამოაქვს, მზის სხივებს გამოაქვს და უფრო ხშირად მიწევს ხოლმე, იმიტომ რომ მომწევს ნინო როგორც აკეთებს, არც აშეშებს და ბუნებრივია და ეს რაღაცა გაშლილი გაქვს სახე. შეიძლება დამოკიდებული ვარ ნინოზე, შეიძლება ვთქვათ, რომ დამოკიდებული ვარ, მაგრამ კარგად ვარ დამოკიდებული და ზედმეტად არა. მაგიტომ ყოველთვის ჩემი ანებსაც ვეუბნები, რომ აი წადი ნინოსთან, რომ ზუსტად ვიცი, რომ ზედმეტს არ გაუკეთებს. ეხლა ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული შესახედია, როდესაც პატარა გოგოს რაღაცა უზარმაზარი ტუჩები აქვს. თუმცა აი მთელი ტენდენცია, მთელი მსოფლიო წასულია იმისკენ, რომ არის ბუნებრივობისკენ. კი და ეხლა ყველა ვისაც ფილერი ქონდა, სილიკონი ქონდა, კიდე სხვა დანარჩენი ყველას გამოაქვს. და ამიტომ როდესაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, პლუს ესეთი არაჩვეულებრივი პრეპარატებია, ხო, მე შემიძლია ვთქვა, რომელს ვიკეთებ და რომელიც მინარჩუნებს და ეს ტონუსში მოყავს, ხო, ეს ისა. ხო და თან ტენდენცია წავიდა იქით, რომ სიტყვაზე 42 წლის ქალბატონი ადრე თუ უკვე ესეთი შუახნის ქალბატონი იყო, ეხა ვერ იტყვი მაგას, იმიტომ რომ თან ბევრად აქტიურები ვართ, ბევრად ახალგაზრდურები ვართ, ბევრად უფრო ისეთი რა ქვია, ვიზუალიც ხელს გვიწყობს. აი, სწორედ ეს კითხვა მინდა და დამესვა ნინა შენთვის. რამდენად რეალურია კანის გაახალგაზრდავება? დარწმუნებული ვარ, ბევრი მოგმართავს ამ თხოვნით. ეს არის მითი თუ რეალობა? ტყვილი ესთეტიკურ მედიცინაში თუ რეალურად შესაძლებელი? ზოგადად კანის გაახალგაზრდავებით არასდროს არ ვიწყებ მიდგომას. ყოველთვის ვაფასებ ასაკს და თუ რა თქმა უნდა შედარებით ახალგაზრდა ასაკში მოდის პაციენტი დაახლოებით 30-35 წლის ასაკში, რა თქმა უნდა ვიწყებ კანის ზედაპირული შრით ამ ბიორევიტალიზაციებით, ეხლა ბაზარზე უამრავი PDRN და ესეთი აქტიური ბიოსტიმულატორებია, მაგრამ თუ მოდის პაციენტი 45 და ასე შემდგომ, აქ აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს არა მარტო კანის სტრუქტურა, არამედ ისიც რომ მაგ ასაკში დაბერება იწყება ძვლიდან, კუნთიდან, სხვადასხვა იოგოვანი აპარატიდან და ასე შემდგომ, ამიტომ მარტო კანზე ჩარევა ვერ დაუდებს იმ შედეგს. და ბერავენ შემდგომში ამ ბუსტერებით, ამიტომ ვიზუალურადაც პაციენტი აღარ გამოიყურება ისე როგორიც იყო, აი თითქოს გაბერილი ბუშტებით არის ჭყალებში ვიტყვი. და როცა იწყებს სწორ მიდგომას, იცი რომ ასაკობრივად ძვალი რა დონეზე
ბერდება, რა დონეზე განიცდის დეფორმაციას, კუნთის შემთხვევაში როდის არის პტოზი და რა ზონის პტოზი უფროა გამოხატული, აი სწორედ მკურნალობაში ამას ვითვალისწინებდა. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ როცა მე ვასწავლი ერთ-ერთ ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენთან კლინიკაშიც და ასევე ერთ-ერთ ისეთ ცნობილ ცენტრში, არა მაგ ალბათ დასახელების არ არის პრობლემა, თუ ამის ერთ-ერთ ევროპულ სასწავლო ცენტრში და Total Charm School-ში. და ყოველთვის ჩემს კოლეგებს უხსნი იმას, რომ გაითვალისწინეთ დაბერების პროცესი და არა ის, რომ აი ესე გვასწავლეს და მანდა მაინც აქ უნდა გავაკეთოთ. არა, შენ ხო იცი ასაკი, ხომ ხედავ რა ნაწილის პტოზია, რისი პრობლემაა, იმისი შრეობრივი მიდგომა დაიწყე მკურნალობის და ნახავ, რომ ყველაფერი ბუნებრივად გამოგივა და ხელოვნური არასდროს იქნება პაციენტი. აი ეს მიდგომა მაქვს ყოველთვის და ფუნდამენტი და აი საიდანაც მარტო რომ სიტყვაზე ცემენტი და იქ სახლის პირობებში რაღაც საძირკველი არ იყოს, აი ეგ მომენტი მაქვს დაჭერილი, რომ ალბათ სწორედ ამიტომ არის რუსა, რომ შენ შემთხვევაშიც არასდროს ყოფილა ზედმეტი, ახლა სულ გნახულობ, სულ ხედავ და არასდროს მინახავს შენ შემთხვევაში რაიმე ზედმეტი. ისეთია, რომ არ გაგაკეთებინებ ზედმეტს, შენ ეს არ გჭირდება და ყოველთვის აი ფილერებზე უხეში ჩარევა, რომელიც წყალს იკავებს, რაღაცა განსხვავებულ სხვა ფორმებს, აი ყოველთვის გეუბნება, რომ შენ ეს არ გჭირდება, ეს შენთვის არ არის. მაგიტომ მომწონს და მაგიტომ არის მისი რჩევა ჩემთვის ყოველთვის გასათვალისწინებელი, რომ არის ხოლმე რომ აი რუჯის მერე საფხულში გამოფიტული, შენ ეგ არ გჭირდება. მე ვიცი შენ რას გაგიკეთებ და ვიტამინებით ამ რაღაცა სპეციალური რაღაცა კოქტეილებით თავისი თან რაღაცებს იმაშვება, რა ქვია, თვითონ ხო ურევს კოქტეილებით, რაღაცა ასხივოსნებს კანს და ერთგვაროვან სახეს. ან რუსა, მე რამდენადაც მივხვდი შენ ნინოსთან ინექციურ ჩარევებს იკეთებ, არა რაიმეს შესავსებად, არამედ განსაჯანსაღებად. არანაირ შევსებას არ ვაკეთებთ ჩვენ, არასდროს არ გავიკეთებ ტუჩის დაბერვას, არ ნინოს არასდროს ფილერი არ გაუკეთებია. ჩემ იმაში ღარებშიც კი და იმაშიც ყოველთვის მჟავებით და რაღაცა ზედმეტი ვიტამინებით მიკეთებს. რაც მთავარია და რაც მინდა აღვნიშნო, ნემსის გამოყენება, მართვა იცის ნემსის, ანუ ეს ისეთი საქმეა, ანუ ნემსის მართვა რა, იცის როგორ რა დროს გაგიკეთოს, რომ ამოავსოს იმითი რა ქვია, ვიტამინებით და იმ ნივთიერებებით, რომელიც ჭირდება იმ წუთას იმ ადგილ ორმოს სიტყვაზე ვთქვათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საკვირველია. ნინო, ყველაზე ხშირად კოლეგა კოსმეტოლოგების მხრიდან დაშვებულ რა შეცდომებს შეხვედრი ხარ? აი ყველაზე ხშირი შეცდომა კოსმეტოლოგიაში ზოგადად ერთ რამეს ვიტყვი. შეცდომა ყველა უშვებთ, ამას არ ვიტყოდი, როცა ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, გართულებებს ვაწყდებით. ძალიან რთული გართულებები აქვს ესთეტიკურ ინექციურ პროცედურებს. ყველაზე სავალალო სიბრმავე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. თუმცა თუ გამოცდილი და კარგი, ასე ვთქვათ, დიპლომირებული ექიმია და ჩამოყალიბებული, რა თქმა უნდა, იმან მაშინვე რომ მართვა დაიწყოს ამისი, რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის. ანუ ნინო, შენ შეგიძლია გითხრა, რომ ბოტოქსის გაკეთების დროს შეიძლება ადამიანი დაბრმავდეს? ბოტოქსის არა, ფილერის. ფილერის გაკეთების დროს შეიძლება ადამიანი დაბრმავდეს? ჩვენ მაყურებელმა რომ კარგად გაიგოს, ეს არის ცხვირის კორექციის დროს, სახის ეგრეთ წოდებული საცრემლე ღარის შევსების დროს, წარბებს შორის ეგრეთ წოდებული მრისხანების ნაოჭის შევსების დროს, ეგრეთ წოდებული შემავსებლები ერთ-ერთ დიდ გართულებას ეს გვაძლევს, ეს არის თვალის სიბრმავე, ну, ზოგადად სიბრმავე, რაც საქართველოში ჯერჯერობით 4 შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოს მასშტაბით. აქედან 2 მოხდა ჩემთან და რაც მოხდა ყველაფერი კარგად დავამთავრეთ, დროული ხედულობა აღდგა? კი, იმ ორზე ვერ აღდგა. იმიტომ რომ ძამ დაგვიანებული მოგმართენ და იყო ეს შემთხვევა. მეორე ესე ვიტყოდი ეს 10 ბალიანით რომ დავიწყოთ და ახლობით 9 ბალიანი ვარიანტით რომ განვიხილოთ, ეს არის ნეკროზები. ანუ პება ფაქტიურად ქსოვილი და ამასაც თუ დროულად ეს რის დროს?
ფილერის დროს ისევ ფილერს ეხება ეს შემთხვევა. ასევე ფილერებს ახასიათებს ძლიერი შეშუპება, ლიმფოდრენაჟული სისტემა ასეთ დროს თუ არასწორად მოვათავსეთ ფილერი, ლიმფოდრენაჟული სისტემა ირღვევა და ყოველთვის აი თითქოს ლოთი კაცივით იღვიძებს პაციენტი. შეშუპებული არის მთლიანი სახე. მე ნანახი მაქვს შენი გაკეთებული გამოსწორებული პაციენტი, როდესაც თუ არ ვცდები ბოტოქსის გაკეთების დროს ჩვენი კოლეგა, რომელიც იყო სრულიად დასიებული და შეშუპებული, თვალები, ცხვირი, ტუჩები სრულიად დასიებული იყო, ისე რომ მისი ამოცნობაც კი შეუძლებელი იყო და შემდეგ შენ გამოასწორე, რასთან გქონდა საქმე? ზოგადად მან არის პრეპარატის პრობლემაც, იმიტომ რომ ბაზარზე შემოდის ისეთი მედიკამენტები, რომლებიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში და ამას იყენებენ ჩვენი კოლეგები სამწუხაროდ და ხვდებიან ძლიერი ალერგიული პრობლემების წინაშე და შემდგომში იმისი მართვა ფაქტიურად უჭირთ. ეს არის ანაფილაქსიური შოკიც, ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციები, რომელიც საკმაოდ სერიოზულია. ასევე დღესდღეობით ბაზარზე ძალიან აქტუალური ეს არის პოლირძემჟავები, რომელსაც ახასიათებს გრანულაციური პრობლემები. უფრო კარგად რო გაიგოს ჩვენმა მოყურებელმა რას ნიშნავს? თითქოს ჩაქვავებული ადგილები ჩნდება იმის ნაცვლად, რომ ლიფტინგი გამოვიწვიოთ, გროვდება ეს შეყვანილი ნივთიერება კანქვეშ, არ ხდება კოლაგენის სტიმულაცია, არასწორად გაზავებული, ან არასწორად შეყვანილი მედიკამენტის, ან ერთ ადგილას ეგრეთ წოდებული დიდი დოზით შეყვანილი და არ გადანაწილდა სხვაგან და ასე შემდგომ, მაგრდება იქ შეყვანილი ნივთიერება, რასაც ადგილი აქვს ასეთ დროს აი ჩამომძიმებულ ქსოვილებს და ბევრ პრობლემას გვექნის. ბოტოქსის დროს ძირითადად ბოტოქსის გართულებებიდან აღსანიშნავია ფტოზი. ეს ახლა ისეთი არაფერი არ არის. უფრო კარგად რო ავხსნათ მაყურებელს. ჩამოშვებული, ჩამოვარდნილი იმის ნაცვლად რომ წარდი და ან შეიძლება ბოტოქსი გავიკეთოთ და ჩვენი წარბები ჩამოეშვათ. თვალის ჭრილი და ცოტა და ხო შემცირდეს ჭრილის ესა, ამიტომ მხედველობაში გვიშლის ეს არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებთ, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა აი უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, რამდენად საშიშია, ანუ არასდროს არ ვაშინებ ესე, მაგრამ ჯობია ყოველთვის ცოდნესთან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბავშვები არიან, ყველას უნდა ეს ფილტრები ვახსენეთ, რომ ყველას უნდა რაღაცა იდეალურ სილამაზემდე მისვლა ეს ცხვირი, ტუჩი, თვალი, წარბი, მაგრამ ნუ მაინც ყველა უნდა იცოდეს, რამდენად სახიფათოა და რა შეიძლება რა სავალალო მდგომარეობამდე მივიდეს ეს ვითომ პატარა ინექცია. როდესაც დაიწყე ინექციური ჩარევები, პირველი ნინო იყო, ვისაც მივართა. არისო. და ნინომდე თუ გქონია რაიმე პრობლემა თუ გქონია? სხვათა შორის ნინო არ იყო პირველი, მაგრამ მანამდეც დიდ ჩარევებს არ ვიკეთებდი. ბოტოქსის გაკეთება ძალიან გვიან დავიწყე ნინოსთან. გავიკეთე რაღაცა რამდენიმეჯერ ბიორევიტალიზაცია, მაშინაც დიდად არ მჭირდებოდა, მაგრამ აი ცოტა ზედმეტად ბავშვების მერე გამოფიტული სახე, მაგრამ მე მგონია თაზოს მე პატარა ვიყავი და უბრალოდ მეც ტენდენციას ავყევი ეს რაღაცა ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია და ავყევი. ეხლა იმედენად ბევრი პრეპარატია კარგი, რომელიც ერთად აკეთებს ამ ყველაფერს და ნუ რა თქმა უნდა თუ ექიმი არის მცოდნე და თავის საქმის ოსტატი. ნინო, ძალიან ბევრი მითი არსებობს ამ ინექციური კოსმეტოლოგიის გარშემო. რამდენად რეალურია? აი რუსამ წაღან ახსენა, რომ აი მაგალითად მზეს და სოლარიუმს რამდენად მარტივად გაყავს ბოტოქსი ჩვენი სახიდან. მითია თუ რეალობა? ზოგადად ბოტულინო ტოქსინს არ უყვარს მაღალი ტემპერატურა, სიცხე, ზაფხული და ასე შემდგომ და შესაბამისად მალე შლის. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რეალობაა. რამდენად რეალურია, რომ რეალობაა თუ მითი, რომ ცხიმიან კანზე ბოტოქსი მალე გადის? არა, ეგ არაფერ შუაში არ არის. ეს არის მითი. ეგ არის მითი. კიდევ ერთი კითხვა, რაც მე მგონი ყველას აწუხებს, არ არის ესეთი ყველასათვის ხელმისაწვდომი ფინანსურად ამ პროცედურების ჩატარება. საკმაოდ მაღალ ბიუჯეტიანი სიამოვნება არის. აი ამ შემთხვევაში
ხშირად მესმის, რომ აი ვიღაცამ გაიკეთა სადღაც კაბინეტში გახსნილ, ძალიან დაბალ ვიფასად, კი, მეც გამიგია. აი რამდენად საშიშია, აი რა გამოცდილებაა შენ გარშემო რამდენად გაგიგია და ჩემ გარშემო ნამდვილად არ გამიგია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გინდა ნინოსთანაც იმედენად ხშირად ვაანონსებთ ხოლმე ისეთ რაღაცა დღეებს, განსაკუთრებულ დღეებს, რომელსაც შეუძლია ბევრს გამოიყენოს, ვეხმარები კიდევაც და მეც ჩემ გამომწერს ყოველთვის ვეუბნები, რომ აი აქცია იწყება ნინოსთან და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, იმიტომ რომ ნამდვილად გასაფრთხილებელია და ისედაც ძალიან კარგი შეთავაზებაა და ნინოს ხშირად აქვს სხვათა შორის. გავაკეთებდი კი, მაგაზე კიდე დავამატებდი უფრო სწორად, როცა ხარისხიან პროდუქტს იკეთებ, გიღირს იმ თანხის გადახდა, იმიტომ რომ ყოველ თვეში არ გიწევს რაღაცა ამ ხარჯების გაღება. ხანგრძლივია შედეგი. ლათვეში ერთხელ რაღაცა ჩვენ თავსაც უნდა მივხედოთ. აი ხო, მაგას ვამბობ, ახლა თუ ხარისხო პრეპარატით ვიკეთებთ, რა თქმა უნდა, ყოველ ორ თვეში ერთხელ მოგვიწევს ამ ბოტოქსის გაკეთება, ამ რაღაც ბიოს ჩარევა და ასე შემდგომ და ამიტომ მე ვფიქრობ, თუ სწორად შეარჩევს კოლეგა ამ მიდგომებს პაციენტთან, იმასაც ყოველთვის ეყოლება მადლიერი პაციენტები. მე ვფიქრობ და ყოველთვის ვცდილობ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი კოლეგები, აი ძალიან მიყვარს, აი რომ ატარებინებენ ხოლმე სემინარებს, სიყვარულით შევდივარ, აი თითქოს გული მინდა ყველაფერი მოუყვე, აუხსნა, არაფერი დეტალი არ დავტოვა, აი ვეუბნები ხოლმე, რომ ხეზე ცოცვაც კი გასწავლეთ ახლა და აი გრძნობენ ამას და ყოველთვის ჩემი დარბაზი სავსეა, ვიტყვი ამას ამაყად და მიხარია, აი ძალიან მიხარია ჩემ კოლეგებთან ურთიერთობა და უზიარებ, აი თუნდაც რომ დავდივარ საზღვარგარეთ, ვესწრები ამ კონგრესებს, აი რა ჩამოვიტანი ახალი, რა მოვისმინე, ვუზიარებ. და ფიქრობ, რომ ეს კვალიფიკაციის ამაღლება იმათთვის ძალიან დიდი პლუსია. მეც იმ საზღვარგარეთ იმიტომ დავდივარ, რომ ჩემზე უფროს კოლეგებიდან წამოვიღო ეს ინფორმაცია. და სიახლეებს ეზიარო და თანაც ჩვენ საქართველოში გვაქვს და ჩვენი კოლეგებისთვის ვიტყოდი ბარემ ამას, რომ აი თუნდაც ტოტალშამ სკულს აქვს ამისი კადავერ კურსი. იმ ევროპულ სკოლას აქვს ამისი ესთეტიკური სწავლების ეს არის სასწავლო ესეთი ცენტრი, სადაც კადავერ კურსი, რომლის გამოყენება შეუძლიათ ამ ჩვენ კოლეგებს ორდღიანია, იდეალურად ამას ყველაფერს ბიოლოგიურ მასალაზე ვასწავლით, აი სულს და გულს და როგორ აი პაციენტი, როდესაც მიდის ექიმთან, აი როგორ უნდა დარწმუნდეს, რომ არა სახიფათო პროდუქციით იკეთებს ამ ინექციურ ჩარევას? უნდა ესწრებოდეს რა ქვია, ასეთ კონფერენციებს, სადაც ხარისხიან პროდუქტები. პაციენტი როგორ უნდა მიხვდეს ამას? მე შემიძლია ვთქვა, ანუ მე შემიძლია ვთქვა, ნინო, როდესაც მიკეთებს გარკვეულ რაღაცა ესეთ პროდუქტს, ყოველთვის ყუთს მაჩვენებს, სერტიფიკატს მაჩვენებს, იქ ვადას მაჩვენებს, საიდან სადამდეა, რომ არის ნამდვილად უსაფრთხო, ნამდვილად ეს პრეპარატია და მე ყოველთვის ვიცი, იმიტომ რომ ხშირად ახსენებს ტოტალშამ ერთ-ერთი მოწინავე არის ბაზარზე, რომელსაც შემომტანია ამ ყველა პროდუქტის და არასდროს არ არის გაზავებული და მე თვითონ ვიკეთებ ამას და მე ვიცი, რომ ნამდვილად ეს პრეპარატი სიტყვაზე 6 თვე ყოფნის, ან სიტყვაზე აი პოლიმზე მჟავა ხსენე და 2 წელი მეც მაქვს გაკეთებული, ეგ სხვა შორის ერთხელ გავიკეთე და 2 წელი მართლა ეს კანის სიმკვრივე მაქვს იდეალურად. ეხლა რასაც ხშირად მინახავს ფილერით შეცვლილი ცხვირის ვიზუალი. აი რამდენად მიესალმები ამას? მივესალმები, თუმცა ჩვენ პლასტიკურ ქირურგებს არ მოსწონთ და არ უყვართ დაფილერებული შემდგომში ცხვირის კორექცია ოპერაციით. მივესალმები, ხა ვიღაცას მართლა არ აქვს საშუალება ქირურგიული ჩარევისთვის. თუმცა ყველანაირ ცხვირს ვერ გააკეთებ. რა გართულება შეიძლება გამოიწვიოთ, როდესაც ცხვირზე ვიკეთებთ ფილერს? ნეკროზი და ყველაზე ცუდი გართულება სიბრმავე. ცხვირზე ძალიან საშიშია. სწორედ იმ ფილერმა შეიძლება გამოიწვიოს კვების, სისხლძარღვოვანი კვების, ასე ვთქვათ, შეზღუდვა და ეს იწვევს სწორედ. რამდენად ხშირად გიწევს პაციენტისთვის უარის თქმა ამა თუ იმ პროცედურაზე და რამდენად ხშირად გიფიქრია, რომ ეს არის მისი უკვე ფსიქოლოგიური პრობლემა ან დამოკიდებულება და როგორ ვცდილობ ამ გზის გამოსწორებას? თუ არასდროს არ ვფიქრობ იმას, რომ პაციენტი მოვიდა და უკვე დავთვალე ფული. ეს არ არის ჩემი
მიზანი. ყოველთვის ვფიქრობ იმისგან რა შედეგს დავდებ რომ მოვაწონო. აი ის თანხა ყოველთვის ბოლოში მაქვს გადადებული. ამიტომ ვუხსნი თუ მართლა გამოადგება, რა თქმა უნდა, უხსნი უკვე როგორი გზით და როგორი აი ხარისხიანი პროდუქტით, თუნდაც რაღაცა შეღავათი გავაკეთო და რაღაცნაირად შეუმსუბუქო, თქვათ ის თავისი გადასახდელი თანხა. მეორე შემთხვევაში თუ მართლა არ ჭირდება, აი იმდენს გავაკეთე, რომ არ ჭირდება ინდექციური ჩარევა, არ ჭირდება ტუჩის დაბერვა, იმიტომ რომ უკვე დაბერილია, არ ჭირდება ცხვირზე ფილერი, იმიტომ რომ უკვე გაკეთებული აქვს, არ ჭირდება ბოტოქსი, იმიტომ რომ რავით, გაშეშებული აქვს სახე, მაგრამ ის რაღაცა იმდენად დამოკიდებულები ხდებიან ადამიანები, რომ აი კიდევ უნდა. აი ამ შემთხვევაში რა შვები? ცუდად დავუხასიათებ იმ მდგომარეობას, რომ ვცდილობ, რომ თავისი აზრი გადავართქმევინო. აი მაქსიმალურად ვცდილობ. თუ ვერ დავიყოლიე, ვწერთ შეთანხმებას, შეუტრიალებ ამას და მოაწერე ხელი. როგორც კი ხელის მოწერაზე საქმე მიდის, უარს ამბობს პროცედურას. ან დროს უწელავს, ეგეც მინახე, მოდი ერთ კვირაში, ან ორ კვირაში მოდი, დაფიქრდი, და მე მართლა ეს ხო ფსიქოლოგიურია მაინც, როდესაც ხო რამდენჯერ შევწრები არ გაგიკეთებია თუ არა ტუჩზე ფილერი და ცხვირზე ფილერი. არასდროს არ გამიკეთებია. ანუ ესეთი ლამაზი ტუჩი და ცხვირი შენია. ეს ფათაშორის ნინომდე ქონდა ცხვირი ჩემია, დაბა ბავშვობის ცხვირი ყველა ჩემოთხივეში ცხვირი ჩემია და ტუჩი ჩემია ნამდვილად და ტუჩი მაქვს აი ზუსტად მაშინ, როდესაც აი ტელევიზიაში, აი პატარა ვიყავი ძალიან და გავიკეთე. მაშინ მე არის გამიკეთებია სხვათა შორის. ყველაზე ხშირად აი ბოლოს რო გითხე რა პროცედურებს მიმართავ და აი რას ურჩევ შენ მაყურებელს, ჩვენს მაყურებელს, რომ აი რას მიაქციო ყურადღება და აი როგორ ნავირიდოთ თავიდან ის რაღაცა ზედმეტი ჩარევები, რაც ყველას ერთმანეთს ამსგავსებს საბოლოოდ. მე ვერ გეტყვით ეგ რამ შეიძლება გამოიწვიოს. ყველას უნდა რომ ძალიან კარგად გამოიყურებოდეს და ძალიან ლამაზი იყოს, მაგრამ ეს იმდენად დამოკიდებულია ბედნიერებასთან შინაგანად, რომ შეიძლება გრძელი ცხვირი ქონდეს, ტუჩები ქონდეს, მაგრამ ყველაზე ლამაზი იყო და ყველაზე სასურველი ქალი იყო, მაგრამ აუცილებლად ყველას ჭირდება თავის მოვლა, ხო? ის რომ 50 წლის და 60 წლის ასაკში კარგად გამოვიყურებოდეთ, ხო? ხო და ამიტომ აი მე ერთ და 40 წლის ასაკში ვახსენა რუსამ რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ქალმა ინექციური პროცედურების კეთება? მე ვფიქრობ 30 წლიდან ნელ-ნელა უნდა მიხედოს, ოღონდ რა უნდა დაიწყოს? აი კანის სტრუქტურული რესტრუქტურიზაცია, იქ შეიძლება პიგმენტაცია წავიდეს, იქ შეიძლება ფორიანი კანი ქონდეს, სწორი მოვლა, სწორი რუტინა, ეს არის ყველაზე მთავარი. ხა მარტო ინექცია ვაკეთო და სახლში სიტყვაზე პირობითად ვამბობ, ესე ვთქვათ, ფასტფუდები მიიღოს და არ იკვებოს და სულ ეძინოს, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ რუტინას. კი, მოვლა, თავის მოვლა. წყლის მიღება, სწორი კვება, რეჟიმი, იმიტომ რომ თუ იქ ჰორმონალური ბალანსი დაირღვა, ეს ყველაფერი ქვემოთ წამოვა, ანუ აუცილებელია ეს სწორი მიმართულებაც და ამას ყოველთვის ვეუბნები. ეხლა რომ ბიო გაიკეთე, თლად ამის იმედად ნუ იქნები. კვებასაც მიხედე, წყალი დალიე, ესე გააკეთე. ძალიან ცუდად მოქმედავს, ბევრი ალკოჰოლი, სპირტი. მაგრამ მოვლაც იმას ნიშნავს, რომ აი დროზე ეს ძილი გრაფიკი, ჯადოქარი მოკლედ არ არის ნინო მარტო, მაგრამ იმასაც თავისი პროცედურების შემდეგ რუსა შენ გინდა გითხრა რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. აუცილებელია. ზისხივების დამცავიც აუცილებელია რომ წავისვათ, იმიტომ რომ ეს წვრილი ნაოჭები ჩდება. და ბევრი დადებული შედეგი გვაქვს, რომ აჩვენებს, რომ არის დამცავის გარეშე და დამცავით როგორ ბერდებიან სიტყვაზე 2 ყუპი ქალბატონია. ანუ შეშეგიძლია რომ აუცილებელია მზის განდამცავის გამოყენება ყოველდღიურად? კი, აუცილებელია. თუ არ და საცხში მაინც რა არის უკვე იმდენი საცხეები არსებობს, რომ საცხში ან იმ ტონალურში, ან ბიბი კრემში, ან სისი კრემში მაინც ეს ულტრაისფერი სხივები ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს კანზე. წყალი რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ დროს? აუცილებელია, ძალიან აუცილებელი. ზოგადად ისედაც და ჩვენი პროფესიის ინექციურ ამბავშიც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძირითადად პროდუქცია დაფუძნებულია კოლაგენის და ელასტინის სტიმულაციაზე, იქ ჰიალურონის მჟავა, რომლისთვისება მიერთოს ეს წყალი, შემდგომ ჩართოს, ესე ვთქვათ, მჟავატუტოვანი სიტუაცია, კანის სტრუქტურული აღდგენა, ყველაფერი ეს ბიოქიმიისთვის აუცილებელია წყალი და ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით, რომ აი
წყალი და კვება და სწორი რეჟიმი ეს არის მე აუცილებელი. ძალიან ნაკლებად გამომდის სხვათა შორის, იმიტომ რომ ძირითადად საჭესთან ვსივარ, ეს ბავშვები მოიყვანე და ბევრი წყალი ჩემთვის არის ვერ ახერხებ, ვერ მაგრამ ვახერხებ, შედეგი მაინც სახლში თუ იდეალურია. არა, წყალს ვიღებ, მაგრამ ისეთი რაოდენობით ვერ ვიღებ ნამდვილად, რომ სიტყვაზე გავიკვეხნო თავი, ორი ხო, მაგრამ აი სახის ვიღებ. მოვლის რუტინა სახის ალბათ მოვლის ხო, აი ის რომ საცხები კი, თავისთავად საცხები, ეს უკვე ისეთი მარტივი გახდა, მე ძალიან მიყვარს საფთიაქო პროდუქტები, ძალიან მიყვარს ხელმისაწვდომია, აღარ არის, რომ სიტყვაზე ვიღაცა სახში აკეთებდა და მხოლოდ ის, თუმცა ისიც არაჩვეულებრივია სახში დამზადებული საცხები, იმიტომ რომ ბევრს მოწონთ. ნინო, შეიძლება თუ არა რომ საცხებმა ჩაანაცვლონ ინექციური პროცედურები? საცხი ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს ინექციურ პროცედურებს, უბრალოდ შეუნარჩუნებს, თუ სწორად უვლით, რა თქმა უნდა, შეუნარჩუნებს კანის სტრუქტურას და ნელ-ნელა შეანელებს დატენების პროცესებს სწორი მოვლა. შიდა დატენიანებას და სტრუქტურულ იმას რა ფორმირებას ნინო მიხედავს და უკვე საცხები თავის საქმეს გარდა. მაგიტომ არის, ანუ ერთობლივად უნდა გაკეთდეს. ჩვენ დავეხმაროთ ჩვენი ნერვიული სისტემით, ძილით, წყლით, მისი რა ქვია. ხო, ცოტა თავი შევიკავოთ მზისხივებისგან, ნინო მიხედავს უკვე ინექციური მითი რა ქვია, მიმართულებით და რა თქმა უნდა საცხები თავის საქმეს აკეთებს, რომ არ გამოგვიჭრეს კანი. რამდენად მნიშვნელოვანი არის ძილი ჩვენი სახის კანისთვის? აუცილებელია. ძილი იმისთვის რომ დასვენებული, იმიტომ რომ აი ისედაც რომ დავაკვირდეთ სტრესულ გარემოში სახეც რაღაცა ისეთი გამოყურების გვაქვს, რომ აი თითქოს შეხედვაც არ გვინდა. გამოუძინებელ სახეს რომ შევხედავთ თითქოს აი შესიებული, შეშუპებული, იმიტომ რომ იქ ლიმფოდრენაჟი ისე არ მოხდა, ძილი როცა გვაკლდება, რა თქმა უნდა, ჩვენს ბიოლოგიურ რითმში ჩვენი ორგანიზმიც ისეა აგებული, რომ გარკვეულწილად მთელი რეჟიმი გვერღვევა ფაქტურად. აუცილებელია კი, რა თქმა უნდა, ძილი და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს უნდა მოვიწესრიგოთ და შემდგომ უკვე ინექციები და ანუ შენი ნინო ნიშნიანიძეზე რუსაჩაჩუეს რეკომენდაცია მნიშვნელოვანი არის 30 წლის შემდგომ ინექციური ჩარევები და რასაკვირველია სწორი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. აუცილებელი. ეგ ნინო კი აკეთებს ყველაფერს, მაგრამ ფუნდამენტი მაინც მაქედან მოდის. შენ პირადი გამოცდილებით და ნინო როგორც პროფესიონალი გვირჩევს ამას. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ასეთი საინტერესო რჩევებისთვის. დიდი მადლობა და შემდეგ უჩაბათამდე გემშვიდობებით.